ადამიანი რომელიც დააჯილდოვეთ სპორტს ვერ აუღოთ ხომ უკვე დღეებში ყველა ფეხბურთით ყველა სპორტით ცხოვრობს და დღევანდელი დღეც სამით იყო გამორჩეული დღეს ხუჩა კვარაცხელიას გადაეცა ჯილდო როგორც უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ვალია დიასპორაზე სრულმა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე სრულმა და მათი საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება გამყარება და რა თქმა უნდა სახელმწიფო მოქმედებს ამ პასუხისმგებლობის მიხედვით დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება დღეს დაჯილდოვდა არაერთი დიასპორის წარმომადგენელი განსაკუთრებული დამსახურებისთვის რომელიც მათ მიუძღვნით ქვეყნის წინაშე საკუთარი საქმიანობით ეს ადამიანები აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას გააქვთ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ და რა თქმა უნდა მათი საქმიანობა იმსახურებს დაფასებას და დღევანდელი დღე ამასაც ეძღვნებოდა. რაც შეეხება ის სპორტს გავაგრძელებთ ეროვნული ნაკრების ამხელა გამარჯვების შემდეგ 30 მილიონი პრიზი რაც იყო დაპირებული. რამდენად მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და მომავალი დაწესებას მსგავსი არის ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში. რა თქმა უნდა ზოგადად ჩვენს ფეხბურთელებს არ ჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ღირებულია ის ხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბატონი ბიძინეიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და რა თქმა უნდა ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის ზოგადად უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის და ჩვენ შევახსენეთ უშუალოდ როცა შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული რა თქმა უნდა ასეთ ჯილდოსთან ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის რა თქმა უნდა мотивациას იმისათვის კიდევ ერთხელ ვიტყვი დამატებითი мотивация რა თქმა უნდა ფეხბურთელებს არ ჭირდება ძალიან დიდია მატჩი ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშსაც ყველაფერი არის შესაძლებელი მიუხედავად იმისა რომ ესპანეთი არის ზოგადად ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ყველაფერი არის შესაძლებელი მიჭება დაამტკიცეს ის რომ ნებისმიერ მეტოქესთან მათ შეუძლიათ თამაში პორტუგალია არ იყო ნაკლები ესპანეთზე შესაბამისად 30-ში არის ყველაფერი შესაძლებელი რაც შეეხება თქვენს ხვალინდელ მოხსენებას რაზე იქნება ძირითადი აქცენტები გაკეთებული ტრადიციულად ეს მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში მე თებერვალში მქონდა წარდგენილი ანგარიშიც მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე აქედან გამომდინარე არსებითად გასული 4.5 თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში რომელსაც წარუდგენ ასევე ზოგადად მექნება საუბარი მათ შორის სამომავლო გეგმებზე თუმცა უფრო დეტალურად სამომავლო გეგმებზე მექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ბატონო პრემიერო თქვენი ანგარიშის ერთ-ერთი მიმართულება ბუნებრივია იქნება საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვანი წელია ევროინტეგრაციის მიმართულებით და ამ ფონზე როგორია ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, როდესაც ბრიუსელში მსჯელობენ იმაზე, რა უნდა იყოს ევროპელი პარტნიორების შემოქმედილი და საპასუხო ნაბიჯები უსწორი გავლენების გამჭვირვალობის კანონის პასუხად, იმის გათვალისწინებით, რომ იცით მათი კრიტიკული დამოკიდებულება ამ კანონთან მიმართებაში. ჩვენ ამ ერთწლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მივიღეთ სწორედ კანდიდატის სტატუსი ეს იყო მეოთხე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი რომელიც გადადგა ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით პირველი იყო ასოცირების შეთანხმება შემდეგ იყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შემდეგ იყო ვიზა ლიბერალიზაცია მეოთხე იყო კანდიდატის სტატუსი ამ კუთხითაც იყო გამორჩეული ეს საანგარიშო წელი ამას გვექნება ბუნებრივია საუბარი რაც შეეხება კანონს იყო ყალბი აჟიოტაჟი შექმნილი სამწუხაროდ კანონის გარშემო არ არსებულ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით კონკრეტული ადამიანები ასევე ქვეყნის გარეთ კონკრეტული ადამიანები ნუ ეს ყველაფერი არის რეალურად წარსული რეალურად ამ კანონით მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცება და მე ვფიქრობ რომ ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ ყველაფერი ამაზე მიუთითებს ქონდა ჭარბი ნეგატიური მოლოდინები ოპოზიციის წარმომადგენლებს თუმცა მათი მოლოდინები არ გამართლდა რეალურად ყველაფერი იქნება ისე როგორც ეს შედის ქვეყნის ინტერესებში ნატო სამიცეს პროპაგანდა შეიძლება ვინ იქნება წარმოადგენელი ქვეყნები თქვენ იქნებით რა წარმოადგენელი ამ საკითხებზე იქნება კონსულტაციები მთავარია რომ ქვეყანა იქნება წარმოადგენელი სამიცე დანარჩენი დეტალები დაზუსტება ჯერ არ არის დაზუსტებული არა ჯერჯერობით არ არის ჯერჯერობით არაფერი დეტალები არ არის დაზუსტებული დაზუსტდება და შემდეგ მოგახსენებთ პროპაგანდის წინააღმდეგ პროექტს შეიძლება კი ქვეყანა იქნება წარმოადგენელი ნატო სამიცე კანონპროექტი LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ოპოზიციას ხმობებზე არუჭერს მხარს რას ნიშნავს ეს და როგორ იქნება
საქმე ამ დროს? Ну, პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის. ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი. აქ საქმე არ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, თითოეული ადამიანის უფლებები განურჩევლად ცხოვრების წესისა უნდა იყოს დაცული. ეს არის ჩვენი პრინციპი, ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. თუმცა რაც ეხება პროპაგანდას, გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს. როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს პროპაგანდას, რაც არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წელი გავიდა, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რა გზა გაიარა საქართველომ ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში? მე კიდევ ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა ამ გზაზე, ევროინტეგრაციის გზაზე 4 მთავარი კონკრეტული შედეგი და 4-ვე შედეგი ქვეყანამ მიიღო სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა იყო ძალიან რთული, ახსავსი, უამრავი სირთულით, ჩვენ მოახერხეთ და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები. ჩვენ თანმიმდევრულად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველაზე მეტად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის ინტეგრაციისთვის 2030 წელს მზად იქნება სწორედ საქართველო. ბატონო ირაკლი, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოს დაარღვია ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულება. კონკრეტულად, ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენები არ აღკვეთა და არ ჩაერია დროულად. დაიწყება თუ არა ამასთან დაკავშირებით გამოძიება და დაისჯებიან თუ არა დამნაშავეები? გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. რაც შეეხება სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეგიდება საკუთარ ვალდებულებას იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ეს არის შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმე. ბატონო, ევროკავშირში მიმდინარეობს სამიტი და მათ შორის განიხილავენ საქართველოს საკითხსაც. ბოლოს განცხადებიდან გამომდინარე, რას უნდა ელოდოს ქვეყანას ახლა? მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოპოზიციას ჰქონდა ჭარბი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა დაზიანდებოდა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის ეს მოლოდინები არ გამართლდება. ქვეყანა ივლისის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას ამ გზაზე საქართველოს ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულად წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.